რამდენად ხშირად გიპოვიათ რაიმე უცნაური თქვენ სახლში, ეზოში ან თუნდაც ქუჩაში. შესაძლოა, სულაც თქვენ ხელში ისეთი ნივთი მოხვედრილიყო, რომლის ნამდვილი ღირებულებაც ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ უმეტესად თქვენთვის ყველაზე ძვირფასი აღმოჩენა ძველი ქურთუკის ჯიბეში ნაპოვნი კუპიურებია, თუმცა ზოგიერთ ადამიანს საკმაოდ უმართლებს. ამ ეპიზოდში იმ ყველაზე ძვირად ღირებული აღმოჩენების შესახებ მოგიყვებით, რომლებმაც ჩვეულებრივი ადამიანები გაამდიდრეს. ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ, ალბათ თქვენ საკუთარი სახლის ყურადღებით დათვალიერების ძლიერი სურვილი გაგიჩნდებათ. შესაძლოა წარმოუდგენლად ჟღერდეს, მაგრამ შეიძლება თქვენ სახლშიც კი იმალებოდეს ისეთი ძვირფასი ნივთი, რომლის რეალური ღირებულების შესახებაც არაფერი იცით. პენსილვანიის ერთ-ერთი ძველი სახლის კედელში აღმოაჩინეს მონეტები, რომელთა ღირებულებაც მინიმუმ $100,000 იყო. მონეტების კოლექციონერის ჯეფ პეიტოლმანის თქმით, ის ერთ დღეს მეგობრებს მათ მიერ ცოტა ხნის წინ შეძენილი ძველი სახლის გარემონტებაში ეხმარებოდა. ერთ მომენტში ჯეფმა მეორე სართულზე კედელში უცნაური ხვრელი შენიშნა, რომელმაც მისი ყურადღება მაშინვე მიიპყრო. პეიტოლმანმა იფიქრა, რომ იქ შესაძლოა რაიმე ძვირფასი ყოფილიყო დამალული. ამიტომაც მან სახლის ახალ მეპატრონეებს კედლის შემოწმება შესთავაზა. კედელში ხვრელის გაკეთების შემდეგ მეგობრებმა 1793 წელს მოჭრილი ოქროს მონეტები და სხვა ძვირფასი ნივთები აღმოაჩინეს. განძის საერთო ღირებულება $200,000-ზე მეტია. ადამიანთა უმეტესობისთვის ავსტრალია კენგურუებთან და სიდნეის ოპერის თეატრთან ასოცირდება, მაგრამ სინამდვილეში ეს კონტინენტი იმაზე მეტ საიდუმლოს ინახავს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. 2013 წელს ადგილობრივ მაღაზეთმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ეწერა, რომ მოყვარულმა ოქროს მაძიებელმა ქალაქ ბალარატის სიახლოვეს ზედაპირიდან მხოლოდ და მხოლოდ 60 სანტიმეტრის სიღრმეზე 5 კილოგრამიან თვითნაბად ოქროს მიაგნო. ამ აღმოჩენის შემდეგ კაცი მისი ღირებულების დასადგენად დარგის სპეციალისტთან წავიდა. მინერალების მაღაზიის მფლობელმა კორდოლ კენტმა განაცხადა, რომ მას ცხოვრებაში მსგავსი არაფერი ენახა. უბრალოდ წარმოიდგინეთ, გადადნობილ მდგომარეობაში ამ ოქროს ფასი დაახლოებით $315,000-ია, ხოლო მყარ მდგომარეობაში ის გაცილებით ძვირი ღირს. ამ შემთხვევის შემდეგ კენტმა იუარაუდა, რომ ბალარატს ახლო მომავალში უამრავი ოქროს მაძიებელი ესტუმრებოდა და ის მართალი აღმოჩნდა. საინტერესოა, რომ ერთი წლით ადრე ამავე რეგიონში თითქმის 4 კილოგრამიანი თვითნაბადი ოქრო იპოვეს. ასე რომ თუ განძის პოვნა გაქვთ გადაწყვეტილი, უკვე იცით თუ საიდან დაიწყოთ მისი ძიება. ეს ამბავი ნათლად გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უცხო ნივთების წარმომავლობისა და მისი დანიშნულების დადგენა. ამერიკელმა ანტიკვარიატით მოვაჭრემ ერთ ჩვეულებრივ ბაზრობაზე ოქროს კვერცხი $14,000-ად შეიძინა. მისი გეგმა მარტივი იყო. მას ამ ნივთის შედარებით ძვირად გაყიდვა სურდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ ნივთის ყიდვის სურვილი არავინ გამოთქვა, კაცმა ინტერნეტში მის შესახებ ინფორმაციის მოძიება გადაწყვიტა. ეს ნივთი რეალურად დაკარგული ფაბერჯეს კვერცხი აღმოჩნდა. რამდენიმე დღის შემდეგ მან ძვირფასი ნივთი კერძო კოლექციონერს $33 მილიონად მიყიდა. ამ შემთხვევის შემდეგ კაცი ყოველი შენაძენის წარმომავლობას დეტალურად ამოწმებს. დაფიქრდით, რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც თქვენ სახლში რემონტი გააკეთეთ. ეს კითხვა შემთხვევითი არ არის, რადგანაც ყველაზე ხშირად სახლებში დამალულ ძვირფას ნივთებს სწორედ რემონტის დროს პოულობენ. ბობ კენტმა ძველი სახლის რემონტის დროს კედელში $182,000 იპოვა, რომელიც როგორც ჩანს, ამ ადგილას დიდი დეპრესიების შემდეგ ინახებოდა. ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ ფული წინამფლობელმა, ბიზნესმენმა პატრიკ დანმა შეინახა. მშენებელმა თავისი აღმოჩენის შესახებ სახლის ახალ მფლობელს აცნობა. სახლის მეპატრონემ პატრიკს ნაპოვნი თანხის 10% შესთავაზა. კენტი ფიქრობდა, რომ ეს შეთავაზება უსამართლო იყო, მაგრამ საბოლოოდ მესაკუთრე მთლიანი თანხა მოითხოვა. თუმცა ამბავი ამით არ დასრულებულა. ამ შემთხვევამ მედიის ყურადღება მიიპყრო და მალევე სახლის ყოფილი მფლობელის ნათესავებიც გამოჩნდნენ, რომლებიც საკუთარ წილს ითხოვდნენ. ხანგრძლივი სასამართლო პროცესების შემდეგ საგანძური ყველა მონაწილეს შორის გაიყო. უცნობია, რა თანხა მიიღო მშენებელმა, მაგრამ დიდი ალბათობით მან ფულის აღმოჩენის მეპატრონესთან აღიარების ფაქტი საბოლოოდ საკმაოდ ინანა. 1974 წლის პენი, როგორც წესი უსარგებლოა. ის მხოლოდ 1 ცენტი ღირს, თუმცა რობერტ ლოურენსის ისტორია გამონაკლისია. ის დენვერში მდებარე ამერიკის ზარაფხანის თანამშრომლის შვილი იყო. მამის გარდაცვალების შემდეგ მან მემკვიდრეობით მონეტების პატარა ყუთი მიიღო. რობერტმა ჩათვალა, რომ მასში განსაკუთრებული არაფერი იყო, ამიტომაც მან ყუთი თაროზე შეინახა. მოგვიანებით, სან-დიეგოში გადასვლის შემდეგ რობერტმა კოლექციის ექსპერტისთვის ჩვენება გადაწყვიტა. ექსპერტმა ის მხოლოდ $300 შეაფასა, მაგრამ ლოურენსმა მონეტები კიდევ ერთ ექსპერტს აჩვენა. და ამ გადაწყვეტილებამ მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ექსპერტმა ჩვეულებრივ მონეტებს შორის ერთი განსაკუთრებული მონეტა აღმოაჩინა. ის მთლიანად ალუმინისგან იყო დამზადებული. ჩანაწერების მიხედვით ცნობილი გახდა, რომ 1974 წელს მხოლოდ 10 ასეთი მონეტა მოიჭრა, მაგრამ ისინი მალევე გაანადგურეს. უცნობია თუ როგორ გადაურჩა ერთი მონეტა განადგურებას, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ის ახლა უკვე რობერტის ხელში იყო. მისი ღირებულება $2 მილიონად შეფასდა. დიდი ალბათობით მისმა მამამ კარგად იცოდა, თუ რამდენად ღირებული იქნებოდა ეს მონეტა მომავალში
სახლში. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ კომიქსებს რაიმე განსაკუთრებული ღირებულება არ აქვთ, მაგრამ რეალობა სრულიად განსხვავებულია. ერთ დღეს მინესოტას მკვიდრმა დევიდ გონსალესმა ახლად შეძენილი სახლის რემონტის დროს კედლებს შორის ძველი ქაღალდები და გაზეთები აღმოაჩინა. მათ შორის იყო 1938 წელს გამოცემული კომიქსების ნომერიც. საბოლოოდ დევიდმა ჟურნალი მისი მდგომარეობის გამო $175,000 გაყიდა. საინტერესოა, რომ ეს ფასი კომიქსების ამ ნომრისთვის რეკორდული არ არის. იმავე ნომრის უკეთესად შენახული ეგზემპლარი აუქციონზე $3 მილიონად გაიყიდა. მათი განსაკუთრებული ფასის მიზეზი ისაა, რომ კომიქსების ამ ნომერში სუპერმენი პირველად იყო ნახსენები, ასე რომ კომიქსების მოყვარულთათვის ეს სერია ნებისმიერ საგანძურზე ძვირფასია. ამ ამბის მოსმენის შემდეგ შესაძლოა მეტალ დეტექტორის ყიდვა მოგინდეთ და ეს საკმაოდ ლოგიკურია, რადგანაც ერთი შეხედვით არაფრისგან გამორჩეული მინდვრის ქვეშ შესაძლოა ნამდვილი საგანძური იმალებოდეს. 1992 წელს ბრიტანელმა ფერმერმა პიტერ უოტლინგმა მინდორში ჩაქუჩი დაკარგა. მან თავის მეგობარს ერიკ ლოუს მის პაუნაში დახმარება სთხოვა. ერიკმა მეტალ დეტექტორის გამოყენება გადაწყვიტა და როდესაც მოწყობილობამ სიგნალი გამოსცა, მეგობრები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათ დაკარგული ინსტრუმენტი იპოვეს, მაგრამ საქმე გაცილებით საინტერესოდ წარიმართა. ჩაქუჩის ნაცვლად ისინი შემთხვევით წარმოუდგენელ განძს წააწყდნენ, ვერცხლის კოვზებს, ოქროს ნაკეთობებს, რომაულ მონეტებს და მრავალრიცხოვან სამკაულებს. მეგობრებმა ძვირფასეულობა ორ ტომარაში შეაგროვეს და ექსპერტებს დაუკავშირდნენ. მეორე დღეს ადგილზე არქეოლოგების ჯგუფი მოვიდა, რომლებმაც მიწაში 3 კილოგრამ-ნახევარი ოქრო და რომის იმპერიის დროინდელი 24 ვერცხლის მონეტა იპოვეს. ბრიტანეთის კანონმდებლობის თანახმად საგანძური სახელმწიფოს ეკუთვნის, ამიტომაც უოტლინგმა და ლოუსმა კომპენსაციის სახით $3 მილიონი მიიღეს. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს ისტორია უბრალო ჩაქუჩის აღმოჩენაზე ბევრად საინტერესოდ დასრულდა. 1980-იანი წლების ბოლოს ერთმა კაცმა პატარა ნახატი ბაზრობაზე მხოლოდ $4 შეიძინა. საინტერესო ისაა, რომ მან ეს ნახატი ლამაზი ჩარჩოს გამოიყიდა. სახლში მისვლის შემდეგ მან ნახატის უკან წარმოუდგენელი რამ აღმოაჩინა. არაფრისგან გამორჩეული ნახატის ქვეშ ვიღაცას ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ნაწილი დაემალა. ცნობილია, რომ დეკლარაციის 25 ნაწილი არსებობს და თითოეული მათგანი წარმოუდგენლად ღირებულია. 1991 წელს ის აუქციონზე $2,5 მილიონად გაიყიდა. 2000 წლისთვის დოკუმენტის ფასი გაიზარდა და ის ახლა უკვე $8 მილიონზე მეტი ღირდა. ამერიკაში ხშირად ტარდება ეგრეთ წოდებული გაყიდვები ავტოფარეხიდან, რომლის დროსაც ადამიანები მათთვის უსარგებლო ნივთებს იშორებენ. ერთ დღეს ტონი მარანომ ძველი ქაღალდების ყუთი მხოლოდ $5 იყიდა. ჩანდა, რომ ყუთში განსაკუთრებული არაფერი იდო, მაგრამ როდესაც ტონიმ ქაღალდების დახარისხება დაიწყო, მან ნავთობ კომპანიის აქციები აღმოაჩინა. ეს კომპანია მოგვიანებით კოკა-კოლას კორპორაციის ნაწილად იქცა. ექსპერტების აზრით, ამ აქციების საერთო ღირებულება დაახლოებით $130 მილიონს შეადგენს, ასე რომ ეს ადამიანი მოულოდნელად კოკა-კოლას აქციების ერთ-ერთი უდიდესი კერძო მფლობელი გახდა. ეს ალბათ ისტორიაში ყველაზე საუკეთესო შენაძენია. ბუნებას ადამიანების გაოცება ყოველთვის შეუძლია. აი მაგალითად, ჩილეს სანაპიროებთან თქვენ შესაძლოა იმ ზღვის ორგანიზმს წააწყდეთ, რომელიც ცოცხალი ქვის სახელითაა ცნობილი. ამ არსების ქსოვილებში იშვიათი ნივთიერება ვანადიუმი გროვდება, რაც მას დელიკატესად და ეგზოტიკური სამზარეულოს მოყვარულებში საკმაოდ ძვირადღირებულად აქცევს. ამიტომაც მის მოპოვებას უამრავი ადამიანი ცდილობს. დღეისათვის კი სულ ეს იყო. კომენტარებში დაგვიწერეთ, აღმოგიჩენიათ თუ არა ოდესმე რაიმე განსაკუთრებული ნივთი. ხოლო თუ მოგეწონათ ვიდეო, მისი დალაიქება და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, რადგანაც წინ კიდევ მრავალი საინტერესო ეპიზოდი გელოდებათ.